მოგესალმები, ტელეკომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები გვამსთობენ, მე ასტროლოგი ტელწამყვანი მიხეილ ცაგარელი, კვლავ თქვენთან ერთად ვარ და ჩვენ დღეს საუბრობთ უახლოესი ერთი კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ. საუბარია 22-28 ივნისის შუალედში მდინარე ასტროლოგიურ მოვლენებზე, როგორ იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშანთათვის პირველში ამაზე ვისაუბრებ და აღნიშნოთ, რომ მთლიანობაში კვირა ცუდი არ არის, რატომ? იმიტომ რომ დედამიწა ჯერ კიდევ პოზიტიურ ენერგოველში. ეს გვაძლევს საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს, თუმცა აი უკვე შაბათიდან იგი გადადის უარყოფით ენერგოველში. და აი აქედან უკვე იწყება ცოტა მეტი სირთულეები, სხვა შორის აი გადასვლა შაბათიდან უკვე 27 რიცხვიდან ივნისისა უარყოფით ენერგოველში გასტანს თითქმის 15 რიცხვამდე ივლისისა. ამიტომ ეს იქნება საკმაოდ რთული ცოტა პერიოდი, რომელიც შემდგომ გველოდება, თუმცა შაბათამდე ბევრი რამ შეიძლება მოესწროს კიდევ სასიკეთო, იმიტომ რომ მთლიანობაში კარგია ეს პერიოდი, შესაძლებლობები დადებითია ყველას და ამიტომ აქედან გამომდინარე გამოვიყენოთ მაქსიმალურად პერიოდი 27 რიცხვამდე, იმიტომ რომ დედამიწა აქ ჯერ კიდევ პოზიტიურ ენერგოველშია, ანუ განწყობას დადებითია, შესაძლებლობები დაუშვათ ურთიერთობის ახალი იდეა პროექტების რეალიზაციისა, ხელშეკრულებების დადებისა, ლაპარაკების იქნება საკმაოდ მაღალი, მაგრამ უკვე 27 რიცხვიდან სირთულეები დაიწყება. ახლა თქვენ თუ გაქვთ რაღაცა მაგალითად, გინდათ რაღაც საყიდელი გააკეთოთ, გინდათ რაღაცა მნიშვნელოვანი ახალი, გინდათ ცესხის აღება, რაღაც ამდაგვარი, ხო? ეს ყველაფერი მოასწარით ამ კვირაში, შაბათამდე. მერე უკვე მithumetes შემდეგი ორ შაბათიდან მერკური გონების ინტელექტის კომუნიკაციის მმართველი პლანეტა ხდება უკუმავალი, საკმაოდ დიდი ხნით, 25 დღით თითქმის და მერე ეს ყველაფერი გართულდება. მერე უკვე ახალი იდეების, პროექტების, ცესხის აღების შესაძლებლობები მინიმუმამდე დაეცემა. ამიტომ იქამდე ეცადეთ ახლა მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს პერიოდი სასიკეთო შესაძლებლობების გამოსავლენად, იმიტომ რომ დედამიწა 27 რიცხვამდე პოზიტიურ ენერგოველში. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დღეს თქვენ იცით, რომ არის ზაფხულის მზებუდობა. და ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე. და აქედან გამომდინარე ხვალიდან უკვე დღე დაიწყებს ნელ-ნელა შემოკლებას. ეხლა ეს დღე საკრალურია. და ოდითგანვე იყო ესეთ, იმიტომ რომ 4 დღე გვაქვს ჩვენ როდესაც იხსნება კოსმიური პორტალი. ახლა დღეს მოდაშია სიტყვა პორტალი და ვისაც არ ეზარება, ყველა ეძახის პორტალს. პორტალ ზოგი ეძახის თუ ეს 8 წელიწადში ერთხელ ხდება, ზოგი წელიწადში ერთხელ და შემდგომ ახლა მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ ინფორმაცია შესაბამისი არ აქვს ამ ადამიანებს, რომლებიც ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ. პორტალი რეალურად ეს არის კოსმიური კარიბჭე, რომელიც აგზავნის ძალიან პოზიტიურ ენერგიებს დედამიწაზე და ეს მოვლენა ხდება რეალურად 4-ჯერ წელიწადში. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო. ეს არის 2 მზებუდობა, ზამთრის და ზაფხულის 21 დეკემბერი და აი 21 ივნისი და ეს არის 2 დღე, რომელიც უკავშირდება დღეღამტოლობას, 21 სექტემბერს და 21 მარტს. აი ეს არის 4 დღე, როდესაც იხსნება ეს სერიოზული კოსმიური პორტალი, მოდის უამრავი დადებითი, ასე ვთქვათ, ენერგო მუხტი და აქედან გამომდინარე, ამიტომ დღევანდელი დღე არ დაკარგოთ, ერთ-ერთი ასეთი დღეა. ასე დღეს ყოველთვის სიმართებოდა ოდითგანვე ხალხური დღესასწაულები, ადამიანები ერთმანეთს ულოცავდნენ ამ დღეს, ეფერებოდნენ, საჩუქრებს ჩუქნიდნენ და ყოველივე კარგს უსურვებდნენ. ამიტომ ილოცეთ და დაულოცეთ ყველა დღეს. არავით არის კონფლიქტები, არავით არის ჩხუბები და ასე შემდგომ. პირიქით, ძალიან კარგი იქნება რაღაც სადღესასწაულო სუფრა, თუნდაც კარგი იქნება რაღაცა ხელოვნებასთან დაკავშირებული პასაჟები, კონცერტები, ფესტივალები და ასე შემდგომ. ანუ რაც შეიძლება მეტად მოეფერეთ ერთმანეთს. ამის გარდა ჩამოწერეთ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ როცა პორტალი იხსნება, აქ უკვე შესაძლებლობებიც მატულობს დადებითი და აი დაუშვათ თუ ეს არის მithumetes რადგან პოზიტიური ენერგია მოდის, აქ უნდა იყოს თვითონ თქვენი აზრით სურვილი პოზიტიური აუცილებლად. Τώρα ზოგ შეიძლება რაღაც ცუდი აზრი აქვს და ფიქრობს, რომ აი პორტალის გახსნის დროს ის ცუდი აზრის, ასე ვთქვათ, ასრულებას მოასწრებს იგი. ვერა, ცუდი არაფერი არ სულ და მხოლოდ კარგის ტენდენცია ამ პერიოდში. და აქედან გამომდინარე, მოდი ამუშავოთ, რომ ჩამოწერეთ. რა გინდათ რომ მოხდეს? ოღონდ ინფორმაცია არის ესი, მე მაქვს. და არა მე მინდა.
რომ ეს გქონდეს. ამას მიაქცევთ ყურადღება და ჩამოწერეთ რა გინდათ რომ მოხდეს დაუშვათ თქვენს ცხოვრებაში, რა სურვილები გაქვთ ხო? ეს გადაიკითხეთ რამდენჯერმე და ეს ფურცელი უნდა შეინახოთ 21 სექტემბრამდე შემდგომ პორტალის გახსნამდე. ანუ დღე-ღამტოლობამდე შემოდგომის. მნიშვნელოვანია, რატო? იმიტომ რომ აი ეს დღეს ჩათქმული ინფორმაცია და ნებისმიერ სხვა დროს ჩათქმული ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, იმიტომ რომ შესაძლებლობები აი ამ 4 დღეში წლის განმავლობაში გაცილებით მაღალია იმისა, რომ რეალიზაცია მოხდება თქვენი სურვილებისა, ფანტაზიებისა და ასე შემდგომ. ამიტომ ეს დღე ამ კუთხით გამოვიყენოთ და მოდი ამშვიდ ასევე ისიც რომ თუ თქვენ გქონდათ დაუშვათ ესეთი რამ ჩამოწერილი, დაუშვათ სურვილები 21 თუნდაც მარტს წინა ასე ვთქვათ პორტალის გახსნაზე, ახლა შეგიძლიათ უკვე დღეს ეს ყველაფერი დაწვათ, მოაშოროთ, მოდი ასე ვთქვათ თქვენი ცხოვრებიდან, მან უკვე თავისი გააკეთა, ასე ვთქვათ, რეალიზაცია თუ მოხდა, ხო კარგი, თუ არა და ამაზეც ასე ვთქვათ პრობლემას ნუ შექმნით, თუ არ მოხდა, იმიტომ რომ აუცილებელია რომ ყველაფერი რეალიზაციაში მოვიდეს. ალბათობა მაღალი რომ აი ეს თქვენი იდეების, სურვილების რეალიზაცია შემდგომ მოხდება. იმიტომ რომ ეს თვითონ დღე უწყობს ამას ხელს. ამიტომაც ჩამოწერეთ ახალი და ეს ყველაფერი უნდა გქონდეთ თქვენ დროდადრო გადაიკითხოთ 21 სექტემბრამდე. 21 სექტემბერს ისევ აი ამ ძველს დაწვავთ, ასე თქვა და ახალ ჩამოწერთ. აი დღეს ასეთი დღეა, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ რომ ეს დღე პოზიტიურად გაატაროთ. დღეიდან მზე გადავიდა უკვე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში. შემოკარგებო, ეს მოხდა 12 საათზე 26 წუთზე დღე და აი ამ პერიოდიდან უკვე იბადებიან კირჩხიბები. დღეს ვინც დაიბადა 12 საათზე 26 წუთზე უკვე კირჩხიბია და 12 საათზე 25 წუთზე ჯერ კიდევ ტყუპებია. აი ეს გავითვალისწინოთ, ახლა კირჩხიბის შემოსვლა დღეიდან 1 თვის განმავლობაში იქნება მზე კირჩხიბში. დასკვნელია განავითარებს მეტად ადამიანებში ემოციურობას, მოდი ასე ვთქვათ, გულმოწყალეობას, გარკვეულწილად სენტიმენტალურობას, რომანტიულობას, გაზრდის ინტუიციას, ასევე ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, მოთმინებას, ნებისყოფას. ამასთან ერთად ეს თვისებები რასკვლელია პირველ რიგში დაკავშირებული იქნება ოჯახთან. იმიტომ რომ კირჩხიბი ოჯახის სამშობლოს ნიშანია, ამიტომ სამშობლოს პატრიოტიზმი, დაუშვათ ტრადიციებისადმი მიდრეკილება, მათი ასე ვთქვათ სიღრმეებისადმი მიდრეკილება, ასევე საოჯახო ურთიერთობების სანათესაო, აი ეს იქნება წამოწეული აწი წინა პლანზე და რასაკვირველია კოსმიური კანონზომიერება. იმიტომ რომ კირჩხიბი ჩემი ხშირი სტუმარია, ამ ნიშნავს ძალიან აინტერესებს ყველაფერი, რაც უკავშირდება ეზოთერიკას, ასტროლოგიას, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, რელიგიას და ასე შემდგომ, ანუ ეზოთერულ სამყაროს. და ამიტომ ინტერესი ადამიანებში ყველაში აბსოლუტურად აი ამ პერიოდში ამ თვისებების, ამ ტენდენციების მიმართ გაძლიერდება. აი ეს ყველაფერი სწორედ დღეიდან არის მოსალოდნელი. ეხლა რაც შეეხება უკვე შემდეგი კვირის პერსპექტივებს, თუმცა სანამ ამ პერსპექტივებზე ვისაუბრებ, აქვე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ვისაც აქვს სურვილი რომ პირადი ჰოროსკოპი შეადგინოს, შეგვეხმიანოთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 ასევე 57 32 68. ვიმეორებ 599, ბოდის ვიხდი, ეს ტელეფონი არა. ეს ტელეფონი ხარ უშაობს, მეორე ტელეფონზე დაგვირეკეთ 599 91 52 38. ვიმეორებ 599 91 52 38. აი ამ ნომერზე ჯობია. და ახლა სხვა ჩვენს მინდა გითხრათ რომ საინტერესო იყო ერთ-ერთი შეხვედრა ჩვენს თანამემამულესთან აი ამ პერიოდში ამ დღეებში და ნუ ესე იგი გოგონა სქონდა ერთ ესეთი კითხვა. ნუ ვერაფრით ვერ გავიგე, იმიტომ რომ ვცდილობ რომ არც მაკიაჟი მაინდა-მაინც არ გავიკეთო, თუ ისე არ ჩავიცვაო, რომ რაღაცა ძალიან მივიზიდო ვინმე ან რაღაც ამდაგვარიო და ვცდილობ რომ ძალიან ესე გამოიყურებოდეო, რომ არ მივიქციო ყურადღება. ამის და მიხედავთ, მაინც მამაკაცთან მხრიდან რაღაც ძალიან განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, ტოლტოლვა ჩემდამი და ხო ვერ ამიხსნეთ, თუ ვერ გამაკებინაო, რატო ხდება ეს ამბავი? და ნუ ესე იგი ძალიან საინტერესო იყო მისთვის პასუხი, იმიტომ რომ ძალიან კარგად ჩანდა. მას ჰქონდა თვითონ რასკვლელი ამას ვერ გზნობს თავისთავად, მას ჰქონდა ეგრეთ წოდებული არის ესეთი ჰიპნოტური თვალები. ანუ სხვანაირად ჩვენ მათ ოკულტურ ეზოთერულ თვალებს ვუწოდებთ და ნუ გარკვეული ასე ვთქვათ პლანეტების წყობა გვაძლევს ასეთ თვალებს სწორედ და ანუ ეს არის თვალები, რომელსაც აქვთ ჰიპნოტური მზერა. ერთი ქვევიდან ზევით გეყურებთ და მეორეც ერთი ძალიან დიდხანს არ ახამხამებს. ესეთი მზერა ძალიან იზიდავს რასაკვირველია მათ შორის მამაკაცებსაც, ესეთი კალბატონისადმი
და ეს აუხსენი, თუმცა მას გაუჭირდა სხვა შორის მე ამას ვერ ვგზნობო. და სხვა შორის მე პატარა ექსპერიმენტი ჩაუტარე და სურათიც გადავუღე და მე ვაჩვენე და მე მიხვდა უცებ რომ თურმე რამდენი ხანი უყურებ ჩემ თავს და ეს არასოდეს არ შემჩნევია. და აუხსენი რა არის მიზეზი ამისა და ნუ ყველაფერი გაიგო და იყო მისთვის ძალიან საინტერესო სამბა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მაინტერესებდა რა ხდებოდა და აი პასუხი არ ქონდა. ახლა გაიგო მიიღო და ბევრ სხვა საკითხზეც სხვა შორის ვისაუბრეთ და ბევრ რაღაცები აღმოაჩინა კიდევ საკუთარ თავში. ამიტომ ვისაც გაქვთ სურვილი მზად ხარ დაუშვათ პირადი ჰოროსკოპის შესადგენად, კიდევ ერთხელ მეორებ შეგვეხმიან შემდეგი ტელეფონის ნომრით 599-91-52-28. აი ამ ნომერზე. ეხლა რაც შეეხება 22-28 ივნისის შუალედში მდინარე ასტროლოგიურ მოვლენებზე, რა არის აქ პირველ რიგში მოსალოდნელი? ესე იგი, შაბათამდე აქტიურად მუშაობთ, მოქმედებთ, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ასე შემდგომ, იმიტომ რომ შესაძლებლობები ყველას აქვს საკმაოდ კარგი და ეცადეთ რომ ეს ნაყოფიერი პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენოთ. აი მაგალითად დავიწყოთ ვერძის პირველი ნიშნით. ვერძებო ჯერ კიდევ ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა ჯერ კიდევ მდგრადი, აქტიურად შეგიძლიათ იმოქმედოთ ამ კვირის განმავლობაში. ყოველ შემთხვევაში პირველ რიგში გულისხმობა შაბათამდე პერიოდი, იმიტომ რომ ვიმეორებ შაბათის მერე ყველას უკვე დაიწყება გარკვეული სირთულეები. აი შაბათამდე ძალიან ნაყოფიერია და შემოქმედებითია თქვენთვის ეს პერიოდი. შეგიძლიათ არაერთი იდეის რეალიზაცია, სტაბილურდება ურთიერთობები მათ შორის ირგვლივ ყოფ ადამიანებთან, ახლობლებთან, მოდით ასე ვთქვათ. აქ შეგიძლიათ დავუშვათ ამასთან ერთად ერთობლივი თუნდაც საოჯახო ბიზნესიც გახსნათ. აქ შეგიძლიათ შემოქმედებითად გამოვიდოთ თქვენი ნიჭი უნარი, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესოთ, გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ თქვენს სახლში. მაგალითად გაალამაზოთ სახლი, მეტი კომფორტი მოიწყოთ და ასე შემდგომ. ერთ სიტყვით, შესაძლებლობებით ახსოვსე პერიოდი. ახლა თუ გინდათ მოლაპარაკება, ესეც შეგიძლიათ აწარმოოთ, რაღაც ხელშეკრულებების დადება, კი ბატონო, იმიტომ რომ უკვე ვიმეორებ, აი შემდეგ კვირიდან სირთულეები გექნებათ უფრო მეტი. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნულებს, ენერგოტონუსი კუროსი ნელ-ნელა მატულობს ამ პერიოდში და ამიტომ ნელ-ნელა ეს პერიოდი დაამახსოვრდება კუროს იმით, რომ ნაკლებად იღლება, უფრო აქტიური ხდება, უფრო ენერგიული ხდება, ფსიქოემოციური სტაბილურობა უფრო მოიმატებს ამ პერიოდში და ურთიერთგაგება თქვენსა და ირგვლივ ადამიანებს შორის მოიმატებს. ამიტომ შეხვედრებისთვის, კომუნიკაციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, ხელსკობს იგი ზოგიერთ თქვენი იდეის რეალიზაციას. ძალიან კარგი დროა პარტნიორული თანამშრომლობისთვის. აქ უმჯობესდება თქვენი ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან. მათი მხრიდან თანადგომის ტენდენცია მოიმატებს სწავლისთვის, მეშვიდე კომუნიკაციის მისაღებად, მოგზაურობის კუთხითაც ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი და საკმაოდ კარგი პერიოდია, ამიტომ ვიმეორებ კომუნიკაციის დროა, აქტიურად შემოკარგებო. რაც შეეხება ახლა ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ავნიშნოთ რომ ჯერ კიდევ ენერგოტონუსი თქვენი მაღალია, ჯანმრთელობა საკმაოდ მდგრადია, ამიტომ აქ ისევ და ისევ კომუნიკაცია, ურთიერთობები, შეხვედრები, შეგიძლიათ საუკეთესო თქვენი თვისებების გამოვლენა, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა. აქ ის პერიოდი, რომელსაც ვისაც თქვენ შეგიძლიათ მოლაპარაკებების წარმოება, მშვიდ შეხვედრებზე გასვლა და აქვე აღნიშნოთ რომ თუ ხარ ჩართული მასმედიაში, მაგალითად ჟურნალისტიკაში, ან დაუშვათ აწყობთ რაღაც საზოგადოებრივ ღონისძიებებს, ამ კუთხითაც იქნებით ფრეად წარმატებული და მეტად პოპულარული. პერიოდი სწავლისთვის კარგია, ასევე მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ზოგიერთი იდეის რეალიზაციისათვის. ერთ სიტყვით, ჯერ კიდევ გრძელდება თქვენთვის სასკეთო პერიოდი, რომელიც ფრეად აქტიურად უნდა განვლო და ეს პოზიტიური შანსები ამ კვირისა მაქსიმალურად გამოამზაუროთ და გამოიყენოთ. კერჩხების ზოდიაქოს რაც შეეხება კერჩხებებო, ეხლა თქვენი დროა. დიდხანს ელოდით იწყება პერიოდი კარგი, თუმცა ბოლომდე არ გაგიმართლოთ იმ კუთხით, რომ აი უკვე 27-დან თითქმის 15 ივლისამდე, თითქმის ნახევარი პერიოდი თქვენი, როდესაც წარმატებები ყველაზე მაღალი თქვენ გაქვთ, დედამიწა უარყოფით ვერ მოგვალ შეიძლება ცოტა, ასე ვთქვათ, ნეგატიურ დახს ასწავლს ამ პოზიტიურ პერიოდს, მაგრამ მაინც სხვებთან შედარებით თქვენ მეტი შანსი გაქვთ უკვე ფაქტობრივად დღეიდან, იმიტომ რომ შესაძლებლობები პოზიტიური აშკარად გაქვთ. ეს ის პერიოდი, რომელსაც თქვენ უკვე შეგიძლიათ გააღვიოთ თქვენში ოპტიმიზმი, გახსნათ ახალი შესაძლებლობები თქვენში, ეფექტურად გამოიყენოთ ეს პერიოდი, როგორც სულიერი, ასევე პროფესიონალური განვითარებისა, მატლობს თქვენი პოპულარობა, შარმი, მიზიდულობა, იზიდავთ მათ შორის საზნაუს ქესის ადამიანებსაც კი და ეს ის პერიოდი, რომელსაც შეგიძლიათ მაგალითად
გაერკვეთ თქვენს პრიორიტეტებში ასევე ინტუიცია ძლიერდება, რომელზეც დაყრდნობით სწორ არჩევანს აკეთებთ, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი იქნებით ფრიად ავტორიტეტული და მეტად წარმატებული. ამიტომ იწყება თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო წლის განმავლობაში პერიოდი, რომელიც რაზუკველი აქტიურად უნდა გაიაროთ. რაც შეეხება ახლა იმპერატორთან ნიშანს ლომის ზოდიაქოს შემდეგ კვირიდან დაიწყება უფრო რთული პერიპეტიების დრო, ამიტომ ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ, იმიტომ რომ აქ იღბალი ჯერ კიდევ თქვენს მხარეს არის, ენერგოტონუსი საკმაოდ მაღალია და ასე შემდეგ, ამიტომ შესაძლებლობებით აღსავსე პერიოდია. აქედან გამომდინარე, თვითრეალიზაციისთვის საკმაოდ კარგი დროა. აქ შეგიძლიათ მოდიამშოთ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობაც კი გაგვივდეს და აქ საინტერესო წინადადებებით შეიძლება მიიღოთ. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, პერიოდი კარგია რეფორმებისთვის, სიახლეებისთვის, მეგობრული კონტაქტებისათვის და ამიტომ ეცადეთ, რომ ეს კვირა აქტიურად გაიაროთ, იმიტომ რომ შემდეგი კვირა მეორე ცოტა უფრო რთული იქნება, ინტერნეტთან აქტიური პოზიცია უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ აქედანაც შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ძალიან საინტერესო ადამიანებიც გაიცნოთ. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, ქალწულებო, აქ ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება აღმოჩნდეს საიდუმლო სასიყვარულო კონტაქტების წინაშე. თუმცა შემოქმედებითი კუთხით პერიოდი ძალიან კარგია. ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ ადრეული პროექტებიდან ახლა შეიძლება მიიღოთ მატერიალური დივიდენდები და ამას საგრძნობად გაუმჯობესოს თქვენი მატერიალური მდგომარეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გაუმჯობესდება თქვენი ურთიერთობა იგივე ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, რაც ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიონალურ განვითარებას, წინსვლას. კარგია ეს პერიოდი უკვე რეფორმებისთვის, სიახლეებისთვის, დავუშვათ დაწყებული თქვენი გარეგნობიდან დამთავრებული ახალი საინტერესო პროექტების განხორციელებით, აქ შეიძლება ბევრი რამ შეცვალო და სერიოზული სიახლეები შემოიტანო თქვენს ცხოვრებაში. მეგობრული კონტაქტები იქნება მეტად ნაყოფიერი, შეიძლება ახალი მეგობრული წრეც შეიკრას და აქ უფრო მეტი ლტოლვა გაქვთ თავისუფალი მოქმედებისადმი, თავისუფალი იმპროვიზაციისადმი, ინტუიცია ძლიერდება, რომელზეც დაყრდნობით ასევე შეგიძლიათ სწორად იმოქმედოთ და აღნიშნოთ ისიც, რომ რეფორმებისთვის, მეორე სიახლეებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი დგება. ენერგოტონუსიც მატულობს, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, ამიტომ გაქვთ ყველანაირი შესაძლებლობები, რომ იყოთ ფრიად წარმატებული. რაც შეეხება სასწორის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, აღნიშნოთ, რომ პერიოდი ჯერ კიდევ კარგია, ყოველ შემთხვევაში შაბათამდე მაინც აქ შეგიძლიათ დაეყრდნოთ მეგობართა დახმარებას, ხარდაჭერას იღებთ კოლეგებისგან, ძალიან კარგი პერიოდია ხელშეკრულებებისათვის, კონტრაქტების დასადებად, მოლაპარაკებისთვის, სხვაჩვეულის ქორწინებისთვისაც, მოგზაურობის კუთხით, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების დროა, უცხოენების ათვისებისთვის კარგი პერიოდი, რაც უფრო მეტად საერთო ენას პოულობ დავუშვათ კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, ესეც ხელს უწყობს თქვენს პროფესიონალურ წინსვლას და კარიერულ განვითარებას. ამიტომ მთლიანობაში ჯერ კიდევ ეს კვირა ყოველ შემთხვევაში შაბათამდე მაინც სასიკეთო ტენდენციების მატარებელია. მორიალის ზოდიაქოს რაც შეეხება ენერგოტონუსი აშკარად მატულობს თქვენი ჯანმრთელობა უმჯობესდება, ყოველდღე ამას იგრძნობ და განწყობას სასუქველია უმჯობესდება. ეს ის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს უფრო სტაბილური საქმიანი კავშირების ჩამოყალიბებას. აქ აშკარად გაუმჯობესებთ თქვენს რეპუტაციას და თქვენს მდგომარეობას სოციუმში. აქ ასევე შეიძლება არაერთი საინტერესო იდეის ჩამოყალიბება, რეალიზაცია და შეიძლება სასიკეთო ცვლილებებით შეიტანოთ პროფესიონალური განვითარების კუთხით. თუმცა, თავარი მაინც რაც არის, აქ უნდა აღნიშნოთ ის, რომ ძალიან კარგი დრო იწყება თქვენთვის მოგზაურობის კუთხით. თუმცა, მინდა აღნიშნო, რომ თქვენს მაინდა-მაინც ბოლომდე ვერ გაგიმართლათ ამან. და რატო? თუ თქვენ იმგზავრებთ დაუშვათ 29 რიცხვამდე, იმოგზაურებთ და ასე შემდგომ, კი ბატონო, ეს იქნება კარგი ძალიან, მაგრამ 29-ში, რადგან კომუნიკაციის და მოგზაურობის ერთ-ერთი მმართველი პლანეტა ხდება, მოდი ასე ვთქვათ, რეტროგრადული უკუმავალი, ხო? ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ აქ უკვე გაჭირდება მოგზაურობა. ამ დროს ზოგადად პერიოდი კარგია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ იყოს რაღაცა ხელისშემშელი ფაქტორები. შეიძლება დავუშვათ იქ გზაში რაღაც ცვლილებები და 1000 სხვა ხელისშემშელი ფაქტორები. აი ამ თვალსაჩინო არის ცოტა რთული, მაგრამ მთლიანობაში რომ პერიოდი გეწყება ძალიან კარგი უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, უცხოეთში მევლენებისთვის, უცხოელებთან პარტნიორული თანამშრომლობისთვის, ეს უდავოა. რაც შეეხება მშვილდოსნებო შემოკარგებო პერიოდი ჯერ კიდევ კარგია. ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ ყოველ შემთხვევაში შაბათამდე მაინც, იმიტომ რომ აქ შეგიძლიათ წარმატებას მიაღწიოთ მათ შორის საზოგადოებრივ საქმიანობაში, საზოგადოების წინაშე გამოხვიდეთ, როგორც დავუშვათ თუნდაც გინდათ მოსწავლე, თუ გინდათ დავუშვათ პედაგოგი. ძალიან კარგად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემებს. აქ შეიძლება ახალი ძალიან პროგრესული წინადადებებით გამოხვიდეთ და რაღაც გარკვეული მიმართულებებით კი შექმნათ. ასეთი რაც
ერთიორად გაზრდის თქვენს პოპულარობას. ძალიან კარგი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობებისთვის, თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს კვირა უკვე ითხოვს თქვენგან ენაზე კბილის დაჭერას, საიდუმლოს დაცვას. მოდი ჯერ ნაბიჯი გადადგით, მერე გათქვით. რას აპირებთ, სად მიდიხართ, ვინ მოგწონთ? აი მაშინ უფრო წარმატებული იქნებით. ანუ ცოტა კულისებს მიღმა, საიდუმლოდ იმოქმედეთ, ერთგვარი ნაცრისფერი კარდინალის ფუნქცია უნდა მოერგოთ. რაც შეეხება თხის რქას, ენერგოტონუსი თქვენი ნელ-ნელა მატულობს, ამიტომ უმჯობესდება შესაძლებლობები როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოემოციური. აქ მოდი აღვნიშნოთ, რომ ის პერიოდი, როცა უკვე სტაბილურობა მეტად მოიმატებს და ეს პერიოდი, რომ სულბისას უკვე შესაძლებლობები დადებითი, აშკარად თვალსაცემი იქნება. თუ რაღაც პრობლემები ქონდა ჯანმრთელობასთან, აი ეს ყველაფერი მოწესრიგდება. ძალიან კარგი პერიოდია პარტნიორული თანამშრომლობისთვის, მათ შორის ბიზნეს პარტნიორული, საქმიანი პარტნიორული, პირადი ურთიერთობა უმჯობესდება აშკარად და მათი პარტნიორთა თანადგომა იქნება თვალშესაცემი. ამის გარდა შემოქმედებით ნინჭის დონე არის გამოსავლელად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და აქ შემოქმედებითაც კი შეიძლება კარგად იმოქმედოთ, რაც თორე უკვე ასტაბილურებთ თქვენს ცხოვრებას. მატერიალური კუთხითაც კი პერიოდი უკვე სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევს. მერწყული ზოდიაქოს რაც შეეხება მერწყულება უპირველესკოვლისა, სტაბილურობა ურთიერთობებში აქ მეტად მოიმატებს, რა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სტაბილურობა საქმეებშიც მეტად მოიმატებს. უმჯობესდება ურთიერთობა შვილებთან მიმართებაში. აქ როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი ორგანიზატორი კვლავ კარგად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემებს და ეცადეთ რომ შაბათამდე იაქტიუროთ, იმიტომ რომ შაბათის მერე უკვე ნელ-ნელა იგრძნობთ რომ თქვენი ენერგოტონუსი მცირდება და ამიტომ შეიძლება იქ ჯანმრთელობის პრობლემების შექმნას, ცოტა დაიძაბოს ურთიერთობები ხელმძღვანელი კოლეგებთან, რაც მეტად ჯანმრთელობაც გექნებათ სტაბილური და თან ხელმძღვანელებთან კოლეგებთან შეინარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს, მით უფრო მეტად წახვალ წინ და იქნებით უფრო მეტად წარმატებული. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, საკმაოდ პოზიტიური პერიოდია თქვენთვის. აქ თავდაჭერაც უფრო მეტი გაქვთ, მათ შორის ფინანსური ხარჯის კუთხითაც. აქ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში დოტაციები მიიღოთ ან მატერიალური მდგომარეობაც გაუმჯობესოთ, ამის ტენდენციაც არის. უმჯობესდება ურთიერთობა თქვენსა და სასქესო პარტნიორებს შორის, ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება გახდეს რომანტიკულ ურთიერთობებში და აქვე აღნიშნოთ, რომ პაიმნებისთვის საკმაოდ კარგი კვირა. უმჯობესდება ურთიერთობა თქვენსა და შვილებს შორის, აუმჯობესებთ ურთიერთობებს ახლობლებთან, მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის და აქ უკვე სხვას შორის შეგიძლიათ უფრო მეტად აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. გამოავლინოთ არა მარტო ორგანიზატორული ნიჭი, არამედ ასე ვთქვათ, უნარი ხელმძღვანელობისა, რაც ერთიორად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში და ხელშეუწყობს ასევე თქვენს წინსვლას და განვითარებას. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანია მათი ასტროპროგნოზი 22-28 ივნისის შუალედში და ახლა მოდით ნახოთ ცალკეული დღეების შესაძლებლობები ამ კვირის განმავლობაში. დავიწყოთ ხვალინდელი დღით. 22 ივნისია, ხვალ და დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური იქნება როგორც ორშაბათი, ასევე სამშაბათი. თქვენ იცით გეომაგნიტური ნიშნავს იმას, რომ ამ დროს თუ რაღაც დისკომფორტი იგზენით, მაგალითად თავის ტკივილი, უგონებობა და სხვა სახის დისკომფორტული გამოვლინებები, აუცილებლად წნევას მიაქცეთ ყურადღება და შესაბამისად იმოქმედეთ წნევასთან მიმართებაში. იცით რა უნდა ქნათ, ან წამლების პროფილაქტიკა, ან ყავა. გააჩნია რა წნევა ამის და მიხედვით, ხო? ანუ ეს ორი დღე ამ ხრივ იყო ცოტა ყურადღებით. ხვალინდელ დღეს დაუბრუნდეთ, ორშაბათი, კარგია, იგი ძველი უსარგებლო ნივთებისგან განთავისუფლებისათვის. პრობლემები ეცადეთ გადაწყვიტოთ მშვიდობიანად, დიპლომატიურად და კომპრომისების მიღწევით. მაშინ იქნებით უფრო წარმატებული. მეტი გულმოწყალეობა გამოავლინდეთ ადამიანებთან მიმართებაში. მაგრამ მოვერიდოთ სხვა ადამიანებით მანიპულირებას, სხვისი სიზუსტეების გამოყენება სხვა და ალერგიის გამოწვეულ პროდუქტებსაც თუ მიიღებთ. აი ამას მიაქცევთ ყურადღება. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება თერკმელები, ყელი, ენდოკრინული სისტემა, მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი და კანის არე. ოპერაციების ჩატარებამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ხვალ არ იქნება სასურველი. ყველას კარგია ხვალინდელი დღე, ვერძის, ტყუპების და სასწორის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე სამშაბათს, ესეც გეომაგნიტური დღეა, უკვე იცით და სამშაბათს არაყვეთ თუნებებს, რომელთა ალბათობა მოიმატებს, არაყვეთ მავნე ჩვევებს, გადაამოწმეთ აუცილებლად ნებისმიერ ინფორმაცია. ახალ საქმესთან დაკავშირებით აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია გამოცდილ ადამიანებთან ან გამოცდილ იურისტებთან. კარგი ახალი პროექტის დაწყება სამშაბათს ან წარდგე და ასევე კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. აი ამ ხრივ კი ეს დღე კარგია. მაგრამ მაღალი ალბათობა იმისა, რომ შეიძლება მოხდეს უთანხმოება მშობლებთან. აი ამ ხრივ სამშაბათს ვიყოთ ცოტა ფრთხილად. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება თერკმელები, კანი,
ყელი, ენდოკრინული სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში სამშაბათს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია სამშაბათი ლომის, მშვილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე 4 შაბათს, 4 შაბათი 24 რიცხვია ივნისისა, აქ მივაქციოთ ყურადღება მიმართულება დაკარგული მთვარის, ანუ უკურსო მთვარის პერიოდი დილის 8 საათიდან 12 წუთიდან დილის, ფაქტობრივად 10 საათამდე 45 წუთამდე გასტანს ეს პერიოდი. ამ დროს ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანებს, შეიძლება გახდეს საკმარისი მიზეზი ამ პერიოდში არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისა უყურადღებობის ფონზე. ამიტომ მძღოლებს, ქვეითად მოსაუბრებლებს ამ დროს სჭირდებათ ორმაგი ყურადღება და სიფრთხილე. და 4 შაბათის დღე ხელს უწყობს საჩუქრების გაკეთებას, ქველმოქმედებას. ამ დროს უნდა აკონტროლოთ ემოციები, სარკასტული გამოთქმები თქვენში, ნუ იქნება ზედმეტად პირდაპირ, ზედმეტად ეჭვიანი. კარგია ეს დღე სულიერი განვითარებისათვის, საქმიანი წარმატებისათვის, სასკოლო კონტაქტებისათვის, მსხვილი შენაძენისთვისაც კი. კი ბატონო, ჯანმრთელობის კუთხით კი სუსტება, შარსასკესო რეპროდუქტიული სისტემა. ცხადე ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. სხვა შორის 4 შაბათი და 5 შაბათიც ორივე კარგია თევზაობისათვის. ძალიან კარგია მანქანის ყიდვა გაყიდვისათვის. ეს გავითვალისწინოთ. და 4 შაბათი კარგია თხისქას და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. რაც შეეხება უკვე 5 შაბათ დღეს, ეს არის 25 რიცხვი, აქ სიფრთხილე გმართებს წყალთან მიმართებაში. განსაკუთრებით წყლის სიღრმეებთან. სუსტდება ცოტა მახსოვრობა ადამიანებში, სამაგეროდ მატულობს სიცოცხლის უნარიანობა და საქმიანი წარმატების შესაძლებლობა. პარტნიორულ ცოდნებში აკონტროლეთ აუცილებლად ზედმეტი ემოციები, სარკასტული გამოთქმები, ზედმეტი ეჭვიანობა და ამპარტავნობა, ასევე გადამეტებული სიამაყე ხასიათში, რათა ეს არ გახდეს მერე გარკვეული დაპირისპირების ფაქტორი. მოვერიდოთ ტყუილს ამ პერიოდში და ასევე არ არის სასურველი 5 შაბათს სხივური თერაპია. და აქ აღნიშნოთ, რომ ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარსასკესო რეპროდუქტიული სისტემა. აქაც ოპერაციების ჩატარება მათთან მიმართებაში არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია 5 შაბათი დღე კუროს და კერჩხების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. რაც შეეხება პარასკევს 26 ივნისია უკვე გეომაგნიტური დღეა. ამიტომ მიყავეთ ყურადღებით თუ რაღაცა დისკომფორტი შეგექმნათ, იცით რა უნდა ქნათ, წამლების პროფილაქტიკა, პირობში წნევას ვიზობავ და მე ამ წამლების პროფილაქტიკა ყავით მოიყვანთ წესრიგში ორგანიზმს და აქ მივაქციოთ ასევე საღამოს ან ღამის საათებს როგორც გნებავთ 21 საათიდან 11 წუთიდან 22 საათამდე 53 წუთამდე ჩვენ გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი. ანუ დუნდება ყურადღება ამ დროს ადამიანებში, შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი ფაქტორი არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისათვის. ამიტომ მძღოლებს, ქვეითად მოსაუბრებლებს ამ პერიოდში ჭირდებათ ორმაგი ყურადღება და სიფრთხილე. და რაც შეეხება პარასკევს, იურიდიული, უნებური ან განზრახ დაშვებული შეცდომების ალბათობა ამ დღეს საკმაოდ მაღალია. ამას მეკცეთ ყურადღება, იმიტომ რომ ეს შემდგომ სერიოზული უსიონების ფაქტორი შეიძლება გახდეს. დაიოკეთ გადამეტებული სიამაყე და ამპარტავნობა ხასიათში. გზნობებში კი მოემატებს ცოტა ქაოსი. აქ ადამიანები უფრო მეტად პარასკევს ინტუიციურად გზნობენ ტყუილს. კარგი იქნება მეტი მოძრაობა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარსასკესო რეპროდუქტიული სისტემა და ყველაზე კარგია პარასკევი დღე ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. პირველში 27 რიცხვი. ეს არის შაბათი დღე. რა არის აქ მოსაუდნელი? აქაც იურიდიული, უნებური ან განზრახ დაშვებული შეცდომების ალბათობა მაღალია, ესე როგორც პარასკევს, ასევე შაბათს. თუმცა მოდი აღნიშნოთ, რომ აი კარგი აქვს პროცედურების, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. მთლიანობაში სუსტდება შაბათს რა? ღვიძლი, ნავლის ბუშტი, საზარდული. შაბათ და ოპერაციების ჩატარება მათთან მიმართებაში სასურველი ცხადე არ იქნება. და შაბათი რისთვის არის კარგი? მაგალითად უცხოეთთან აქტიური კომუნიკაციისთვის. უცხოელებთან ურთიერთობისთვის, მაგალითად საელჩოსთან ურთიერთობისათვის, მგზავრობა-მოგზაურობის კუთხით კი ბატონო. ყველაზე კარგია შაბათი ვერძის, ტყუპების და ლომის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება კვირას, გეომაგნიტურია, ამიტომ პირველ რიგში თუ რაღაც დისკომფორტი იგზავნით 28 ივნის კვირა დღეს, ესე იგი თავის ტკივილი და ასე შემდგომ, აუცილებლად პირველ რიგში აქცევთ ყურადღებას წნევას და შესაძლოა ამის პროფილაქტიკას იღენებთ ან წამლებით, ან იცით თქვენ უკვე ყავით. და მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი აქვს. ჩვენ დილის 9 საათზე იწყება და 24 საათამდე გასტანს. ანუ თითქმის მთელი დღე დაგნა გამომდინარე ყურადღებით ვიყოთ ზღოლებო, ქვეითად მოსიარულეებო. ამ პერიოდში ტრავმულ ავარიული ტენდენციების ალბათობა მოიმატებს, იმიტომ რომ მაღალია აქ უყურადღებობის ნიადაგზე შეცდომების დაშვების ალბათობა. აი ამას მივაქციოთ ყურადღება.
ეხლა შემდეგ რაც შეეხება სხვა მოვლენებს კვირისა, მოტყუების და პროვოკაციების ალბათობა მოიმატებს, დროს და ენერგიას ფუჭად დახარჯავთ. მოიმატებს აქ დაკვირვების უნარი ადამიანებში და გონება מחვილობა. კარგი დღეა მგზავრობისათვის, წიგნების, სპორტული ნივთების შესაძენად, ახალი ჩანაფიქრების გარკვეულწილად რეალიზებისთვისაც კი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტება ღვიძლი, ნავლის ბუშტი, საზარდული მენჯბარძაღის ძვალი. ყველას კარგია შემდეგი კვირა სასწორი შილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეხლა უკვე სხვა მოვლენები შემდეგი კვირისა, ესე იგი პირველ რიგში მოდით დავუმშვიდობთ რომ თმების შესაჭერად ეს ვის იწაპირებს თმების შეჭრას, ყველას კარგი იქნება თქვენთვის 24, 25, 26 ივნისის დღეები, ანუ ეს არის ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, მაგრამ გაითვალისწინეთ ერთი რამ. აქ შეჭრილი თმები შემდგომ მალე გაიზრდებიან. აი ეს ტენდენცია აქ იქნება. რაც შეეხება ახლა სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, აი ვისაც აქ მაგალითად განზრახული რა, თუნდაც აი კურნალობის დაწყება. აი თქვენთვის ყველას კარგი იქნება კურნალობის დაწყება 23-ში, 24-ში. აი ეს ორი დღე იქნება განსაკუთრებით კარგი ივნისისა. და რო გითხრათ რომ რომელიმე დღე ნეგატიურია, ესეთი დღე ფაქტობრივად ჩვენ არ გვაქვს. დარჩენილი დღეები ნეიტრალურია. მგზავრობის კუთხით მისაღებია 23, 24, აი ეს ორი დღე აქაც, 25 ნაკლებად. 27-იც ისე რა. სამსახურის შესაძლებლად ყველას კარგი იქნება 26 რიცხვი, 27-იც არ იქნება ცუდი, არ ვარგა 25 ივნისის დღე. ხელშეკრულებების დასადებად კარგია 22, 23 რიცხვები და 25 არ ვარგა. ქორწინებისთვის მოდი ავნიშნოთ აქ 23 რიცხვი, 25 რიცხვი კარგია. არ იქნება შაბათი კვირაც ასევე ცუდი 27, 28 და 25 არ ვარგა ერთადერთი. ბინის ყიდვა გაყიდვისთვის ახალ ბინაში გადასვლისთვის ყველას კარგი იქნება 23, 24 რიცხვები და არ ვარგა 25 ივნისის დღე. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისათვის ყველას კარგია 26 და 27 რიცხვები და 25 არ ვარგა. მსხვილი საყიდლებისთვის ყველას კარგი იქნება 22, 23 რიცხვები და 24 არა. 27-იც ისე რა. სასამართლო პროცესების დასაწყებად კარგია 23, 22-იც არ იქნება ცუდი და 27. 25 რიცხვი არ ვარგა. ეხლა რაც შეეხება უკვე სხვა მოვლენებს, აი მაგალითად ჩვენს იცით რომ ჩვენ ვსაუბრობთ ყოველთვის როგორც ანგელოზის დროზე და საათზე, ასევე ფინანსურ, ასე ვთქვათ, გარკვეულ რიტუალებზე, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მოიზიდოთ ფინანსური ეგრეგორი, გაუმჯობესოთ მათ შორის თქვენი ფინანსური მდგომარეობა, ამ პირიქით გაუარესოთ. აი რა ტენდენციებია მოსაოდნელი ამ კვირაში. ხვალ 22-ში. კარგია საკუთარი ფულის გადაცვლა, ასევე კაპიტალ დაბანდება. მაგრამ არ ვარგა საიუველირო ნივთების შეძენა. ეს პირიქით მე კიდევ უფრო დიდ ხარჯს გამოიწვევს. 23-ში შაბათს კარგია ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. აქ შეიძლება საჩვეულის ვალუტის ყიდვა გაყიდვა, არ ვარგა ფულის ვალში გაცემა, ანაღება, კრედიტის გაფორმება და ვალის დაბრუნება. ეს სამშაბათს. 4 შაბათს 24 ივნის კარგია საიუველირო ნივთების შეძენა, არ ვარგა კაპიტალ დაბანდება და ინვესტიციების გაკეთება. 25 ივნის კარგია ფულის ვალში გაცემა, აღება, კრედიტის გაფორმება, არ ვარგა საკუთარი ფულის გადაცვლა და სარკის შეძენა. 26 ივნის კარგია ვალების გასტუმრება, ინვესტიციების გაკეთება, ვალუტის ყიდვა გაყიდვა, არ ვარგა საათის შეძენა და 27 ივნის უკვე შაბათს აქ კაპიტალ დაბანდება მისაღები და არ ვარგა საათის შეძენა. 28 ივნის კვირას კარგია საკუთარი ფულის გადაცვლა, ფულის ვალში აღება, გაცემა, ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, მაგრამ სხვის საფულეში ნუ ჩაიხედავთ, თორე თქვენი საფულიდან წავა მერე ზედმეტი თანხები. ეს რაც შეეხება უკვე ჩვენს ფინანსურ, ასე ვთქვათ, რიტუალებს, რაც შეეხება ახლა უკვე ანგელოზის დროს, იცით ეს ის დროა, რომლის ოლბისას თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს მფარველ ანგელოზს თხოვნით და თუ თხოვნა ადეკვატურია იმისა, რასაც იმსახურებთ, ეს თხოვნა ასრულდება, თუ არა და არა. და ამ პერიოდში ასევე კარგია ლოცვა. 22-ში ხვალ ეს დრო იწყება 13 საათიდან 2 წუთიდან გასტანს 13 საათამდე 59 წუთამდე.
23-ში სამშაბათს 14 საათიდან 31 წუთიდან 15 საათამდე 16 წუთამდე 24 ივნის 15 საათიდან 14 წუთიდან 16 საათამდე 21 წუთამდე 25 ივნის ეს არის ხუთშაბათი 16 საათიდან 38 წუთიდან ანგელოზის დრო 17 საათამდე 24 წუთამდე გასტონს 26-ში პარასკევს 17 საათიდან 27 წუთიდან 18 საათამდე 14 წუთამდე 27-ში შაბათს 18 საათიდან 36 წუთიდან 19 საათამდე 22 წუთამდე და მერე უკვე 28-ში კვირა დღეს 19 საათიდან 41 წუთიდან 20 საათამდე 26 წუთამდე ამ ჩვენი გადაცემის შემდგომ აი ეს რაც შეეხებოდა ანგელოზის საათს. ეხლა რაც შეეხება სხვა, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან საკითხებს მოვლენებს, პირველ რიგში ესე იგი, ჩემი თხოვნაა, რომ ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენოთ, იმიტომ რომ, ყოველ შემთხვევაში შაბათამდე მაინც პერსპექტივები უდავოდ კარგი. ეხლა თუ რაღაც განსაკუთრებულია შაბათ კვირასაც შეიძლება, მაგრამ ჯობია შაბათამდე, იმიტომ რომ ორ შაბათიდან მეორე პლანეტა მერკური, ინტელექტის მმართველი პლანეტა ხდება უკუმავალი და მერე უკვე კომუნიკაციაც რთულდება, ახალი იდეების რეალიზაციაც გართულებული იქნება თითქმის 25 რიცხვამდე, საყიდლების გაკეთება არ იქნება სასურველი, საჭირო ინფორმაციის, ასე ვთქვათ, მოძიებაც იქნება გაცილებით რთული, მოლაპარაკება არ წავა ისე როგორც თქვენ ეს გსურთ და ასე შემდგომ. და უფრო მეტიც რაღაც საბუთების აღება და ზემ მდგომ ინსტანციებში გაცილებით გართულდება 29 რიცხვიდან. ამიტომ ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენოთ, რომ პოზიტიური შანსები მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, რეალიზაციაში მოიყვანოთ. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ კიდევ ერთ თემას, მნიშვნელოვანი თემა და უპირველეს ყოვლისა აქ საუბარია ისევ მედიცინაზე და ასტროლოგიაზე. მოდი ასე ვთქვათ, რომ მთვარის ზეგავლენა მედიცინაში თქვენ იცით, რომ ძალიან დიდია. მედიცინას პირდაპირ კავშირი აქვს, ასე ვთქვათ, ასტროლოგიურ მოვლენებთან, თუმცა ნუ ახლა ექიმების კასტა რასაკვირველია, ამას უმრავლეს შემთხვევაში უარყოფს ცალკეული პირების გარდა. დავისთავად, მაგრამ ეს მათი პრობლემა, სამედიცინო ასტროლოგია არსებობს საუკუნეები. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე როდის წერდა მის თხზულებებში, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ექიმებს, ასე ვთქვათ, უმკურნალოდ პაციენტს დიაგნოზი დაუსვათ მათი პირადი ასტროლოგიური რუკების გარშე. მერე ეს მისი ოქროს ფრაზა ამოიღეს კომუნისტებმა, ამიტომ ბევრი ექიმი თანამედროვე არ იცნობს მას. ეხლა ხან მხოლოდ ახალი ამბავია, რაც შუა აზიაში გამოიცა ისევ თავიდან ჰიპოკრატეს სულებები და იქ ისევ შეიტანეს ეს მისი ოქროს ფრაზა. აღარ ვამბობ პარაცელზე, აღარ ვამბობ ბირუნიზე, აღარ ვამბობ ავიცენაზე, რომელსაც აქვს მთელი ტრაქტატები ასტროლოგიური და სამედიცინო. ხო? ამიტომ ეს ერთიანი სისტემა იყო ყოველთვის უდიდგანვე და მთვარეს განსაკუთრებული ზეგავლენა ჰქონდა მათ შორის სამედიცინო სფეროზე. და უპირველეს ყოვლისა, მოდი აღვნიშნოთ, რომ აი მთვარის ზეგავლენა როგორია და რა უნდა გავითვალისწინოთ მათ შორის სამედიცინო თვალსაზრისით და კუთხით. ასტროლოგიაში ითვლება, რომ манипуляციები ადამიანის სხეულის ორგანოებზე სასურველია ჩატარდეს იმ დღეებში, რომლებიც შესაბამისი პლანეტებითა და ნიშნებით იმართება. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ქირურგიული ჩარევა და უშუალოდ ამ წესიდან გამონაკლისია, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი შეხედვით. საქმე ისაა, რომ მფარველი პლანეტის შესაბამის დღეებში ესა თუ ის ორგანო განსაკუთრებით საჭიროებს მოვლასა და გაფრთხილებას. შესაბამისად, თუ მას ვუვლით, ვაჯანსაღებთ და ვკვებავთ საჭირო ნივთიერებებით, ეს მას სასიკეთოდ წარადგება, მაგრამ როდესაც მის შეცვლას, ამოჭრას ან გადაკეთებას ვაპირებთ, მაშინ დასუსტებული ორგანოს არ ყოფნის ძალა და იგი კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში ვარდება. სწორედ ამიტომაც კურნალობა და მოვლა დასაშვებია და სასიკეთოც, მაგრამ შეხება და მით უმეტეს ოპერაციის ჩატარება საზიანო. რაც შეეხება თვითმფარვის ფაზებს, ქირურგების გარკვეულ ნაწილს ამასთან დაკავშირებით დაუგროვდა თავისი გამოცდილება. ბევრი მათგანი მიხვდა, რომ ახალი მთვარის დროს ჩატარებული, მოდი ასე ვთქვათ, ოპერაციების დროს მეტად ხშირია გართულებებისა და ინფექციების რაოდენობა, ჭრილობები, ნელა ხორცდება და ტოვებს არასასიაოვნო შრამებს. გამაჯამთელების პროცესი კი ძალზე დიდ ხანს იწელება. სავსე მთვარეობისას მეტად ხშირია სიზღდენები. ყოველივე ეს რომ თავიდან ავიცილოთ, უპირველესად უნდა დავიმახსოვროთ ერთი ძირითადი პრინციპი. შესაძლებელი დაგვარად ოპერაცია სასურველია ჩატარდეს მთვარის დაღმოვალ ფაზაში. ანუ პერიოდში სავსე მთვარეობიდან ახალ მთვარეობამდე. დღეს ექიმების უმრავლესობა არ ეთვალისწინებს ამ რჩევებს და საუკუნეების გამოცდილების იგნორირებას ახდენს. მაგრამ თუ პაციენტი თვითონ ერკვევა ამ ციკლების მიმდინარეობაში, მას თვითონ შეუძლია შესთავაზოს ექიმს მისთვის სასიკეთო საოპერაციო დღე. და ამასთან დაკავშირებით
აგერ შემოკარგებო, თქვენ იცით რომ ჩვენ გვაქვს მთელი წყება ასტროლოგიური კალენდრებისა, რომელიც ჯერ კიდევ გაყიდვაშია. და რატო ახლა ეს მნიშვნელოვანია? აი მაგალითად ამ დიდ ჟურნალში, რომელსაც ჰოროსკოპი ეწოდება, ჩვენ გვაქვს არა მარტო საზოგადოებრივი პოლიტიკური პროგნოზი, თავისი გრაფიკული გამოსახვით, არამედ აქ შეგნით გვაქვს, იცით თქვენ, გეომაგნიტური დღეები, აი ეგრეთ წოდებული მზის ქარიშხლები და მათი მნიშვნელობა თითოეულ ჩვენთაგანზე, ასევე შეგნით თქვენ გაქვთ ყოველდღიური პროგნოზები და აქვე თქვენ გაქვთ რა? აგერ ბატონო სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი. სადაც აღნიშნულია ეს დღეები, რომლის სრულობისას, აი დავუშვათ გარკვეული ორი დღის განმავლობაში სუსტდება ესა თუ ის ორგანო და მათთან მიმართებაში ოპერაციების ჩატარება არ არის სასურველი. აქვე თქვენ შეგნით გეოდებათ ბიზნეს შემოქმედებითი სასკვალო კალენდარი, ესეც შეგიძლიათ გამოიყენოთ და რასაკვირველია, აქ თქვენ გაქვთ ასევე დიდი ასტროლოგიური საოჯახო კალენდარი. სადაც აღნიშნულია 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის დადებითი უარყოფითი დღეები, ახალმთვარეობა, სავსემთვარეობა, მათი მნიშვნელობები, ეს ყველაფერი დიდ ჟურნალში ჰოროსკოპი, მაგრამ არ აგვერიოს ეს პატარა ჟურნალში შენი ჰოროსკოპი, რომელიც ასევე გამოსულია და ასევე იყიდება. აქ თქვენ გაქვთ მთელი წლის განმავლობაში თვეების მიხედვით ასტროპროგნოზი ცალკეული ნიშნებისთვის ზედმიწევითი ახსნა განმარტებებით, ფარული ანგელოზის წარმატების დრო და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია, ეს ყველაფერი რესპუბლიკის დიდ ქალაქებში ყველგან არის მიტანილი, ყოველ შემთხვევაში და იყიდება, რამდენიც მე ვიცი, პრესის ჯიხურებში. აქ შეგიძლიათ მოიკითხოთ და თუ დაუშვათ იქ არ იქნა, რაღაც გაუგებრობას აქ ადგილი, მაშინ შეეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით. 597 15 99 77 და სხვა შორის სახლში მიტანითაც ისარგებლეთ, შეიძლება სახლში მიიღოთ ეს ინფორმაცია. მეორე 597 15 99 77. აი ახლა დავუბრუნდეთ ამ ჩვენ სამედიცინო თემას, უბრალოდ მე გაჩვენეთ, ესე იგი, რომ ჩვენ გვაქვს იმ დიდ ჟურნალში ასევე სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი, რომელსაც შეგიძლიათ თქვენც ისარგებლოთ და დავუშვათ ნახოთ, აი რომელი დღეებია დავუშვათ ცუდი, რომლის მსვლელობისას აი ოპერაციას თუ აპირებთ, იმის გაკეთება არ იქნება სასურველი. რაც შეეხება ადამიანის ორგანოებზე მთვარის გავლენას, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ერთი ზოდიაქოს ნიშნის გავლენის ჩანაცვლება მეორე ნიშნით არ ხდება ერთ წამში. ძალთა გადანაცვლება რბილად და ჰარმონიულად მიმდინარეობს. ამიტომ ზუსტ გამოცვლას წუთების სიზუსტით აზრი არ აქვს. მით უმეტეს გარკვეულ პერიოდში, როდესაც მთვარე ორ ნიშანს შორის ზღვართან ახლოსაა. მისი გავლენა ორივე ნიშნის შესაბამის ორგანოზე ერთად ხორციელდება. ასე მაგალითად, თუ მთვარის კალენდარში ორი დღე ზედიზედ მითითებულია თევზების დღეები, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი დღის დასაწყისში ჯერ კიდევ თავის გავლენას ინარჩუნებს წინა ნიშანი, მერწყული, ხოლო მეორე დღის საღამოს კი თავის გავლენას იწყებს უკვე შემდეგი ნიშანი, თევზებისთვის ვერძი. Შეეძლოა მოხდეს ისიც, რომ მთვარემ თევზების ნიშანში დაყოს თითქმის 3 დღე. ამ შემთხვევაში შუა მეორე დღე მხოლოდ თევზების ნიშნის თვისებების მატარებელი იქნება. ამიტომაც ოპერაციის დღის არჩევისას სასურველია გავითვალისწინოთ ეს მახასიათებლები, რათა მოსაზღვრე ნიშანმა ოპერაციის შედეგზე გარკვეული ზეგავლენა არ მოახდინოს. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის შემთხვევები, რომელიც გამოწვეულია უბედური შემთხვევებით ამ მწვავე შეტევებით, რომლის დროსაც ოპერაცია გადაუდებლად უნდა შესრულდეს. ამ შემთხვევაში დროის შერჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია და არც არის ამის დრო. ამიტომ ასეთ შემთხვევებში უმჯობესია არ დავიწყოთ არაფრის თვლა და მივენდოთ იღბალს. რამე თუ ადამიანის გადასარჩენად ნებისმიერი ხერხი უნდა იქნას გამოყენებული. ასეთ შემთხვევაში დროის კარგვა უფრო ცუდი შედეგის მომასწავებელი შეიძლება გახდეს. რაც შეეხება დაგეგმილ ოპერაციებს, გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო სერიოზულია ოპერაცია, მით უფრო სასურველია გაითვალისწინოთ მთვარის დღეები, რაც მერე ან სასკეთოთ, ან არასასკეთოდ იმოქმედებს, თუ სათანადოდ ამას არ გავითვალისწინოთ. ეხლა მოდი ავუშვათ, როგორც ყველა ოპერაციის დროს თავთან და თავის არესთან მაგალითად დაკავშირებული ოპერაციებიც იქნება ეს ტრეპანაცია, თვალის თუ ცხვირის ოპერაციები უნდა ჩატარდეს მთვარის დაღმოვალ ფაზაში. ნებისმიერ დღეს გარდა იმ დღეებისა, როდესაც მთვარე გადის ვერძისა და კუროს ზოდიაქოებს. სახის კოსმეტიკური ოპერაციები შეეძლოა აუცილებელი გახდეს სხვადასხვა შემთხვევაში, როგორც ესთეტიკური თვალსაზრისით, ისე ზოგიერთი ორგანოს უკეთ ფუნქციონირებისათვის. ზოგ შემთხვევაში გარკვეული ავარიებისა და უბედური შემთხვევების შედეგად დაზიანებული სახე იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ რამოდენიმე ოპერაციას საჭიროებს და მიუხედავად ამდენი მცდელობისა შესაძლოა შედეგი იმაზე უარესიც კი გამოდგეს, ვიდრე იყო. ემისათვის, რომ ქირურგიული ჩარევის შედეგი დადებითი იყოს, მალე მოშუშტეს ჭრილობა, ადვილად გაქრეს ნაწიბურები და პაციენტი სწრაფად ჩადგეს ფორმაში, ამისთვის აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მთვარის ფაქტორი. სახის კორექციისთვის სასურველი ავირჩიოთ ისეთ დღეები, როდესაც მთვარე არ გაივლის ვერძის, კუროსა და თხისკას ზოდიაქოს ნიშნებს.
როგორც ადრე აღნიშნეთ. ვერძის ნიშანი პასუხისმგებელია თავის არაზე, თხის კანზე, ხოლო კურო ყელზე. ამავდროულად კუროს მართავს პლანეტა ვენერა, რომელიც უზრუნველყოფს სილამაზეს. ამ შემთხვევაში სისხლის სწრაფად შედედება, ნაწიბურების შემჩნეველი დარჩება და გამოჯამრთელებაც მალე მოხდება. ყელის, ქვედაყბისა და კისრის არეში ჩასატარებელი ოპერაციები ისევე როგორც ყველა დანარჩენი სასურველია ჩატარდეს მთვარის დაღმავალ ფაზაზე. ოღონდ იგი არ უნდა დაემთხეს იმ დღეებს, როდესაც მთვარე გადის ვერძის, კუროს და სასტორის ზოდიაქოს ნიშნებს. მთვარის ფაზა განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ბავშვებისათვის გლანდების ოპერაციის ჩატარებისას, რადგან ძირითადად ამოსაჭრელად გამზადებული გლანდები ატებით პროცესს განიცდის ან სულად ჩირქოვანი ხასიათისაა. თუ ოპერაცია ჩატარდება მთვარის დაღმავალ ფაზაში, ადგილი არ ექნება სიზრდენად და ჭრილობა სწრაფად მოშუშტება. შესაბამისად, კუროსა და სასტორის ნიშნები კი პლანეტა ვენერათი იმართება, რომელიც ამავდროულად პასუხისმგებელია ყელის ზონაზე. მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო კბილების კურნალობას, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, საკმაოდ არასასეონლო, ზოგჯერ მტკივნეულ პროცედურებსაც უკავშირდება. კბილებზე პასუხისმგებელი პლანეტაა სატურნი და შესაბამისად თხის რქის ზოდიაქო. თუმცა, რადგან კბილები თავის არეს განეკუთვნება, მასზე პასუხისმგებელია ვერძის ზოდიაქოც. კბილის ამოსაღებად საუკეთესოა ეს დღეები, როდესაც მთვარე გადის მორიელის ზოდიაქოს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ დაამტკივოთ კურნალობა, ამოღება, დაპლომბვა იმ დღეებს, როდესაც მთვარე ვერძის ან თხისგან ზოდიაქოს ნიშნებში იმყოფება. მოდი ასე ვთქვათ, კბილების დაპლომბვა, ხიდების დაყენება, პროტეზირება სასურველია მთვარის აღმავალ ფაზაში. ოღონდ იმ დღეების გამოკლებით, როდესაც მთვარე გადის ვერძისა და კუროს ზოდიაქოებს. ქვებისგან განთავისუფლებისთვის იდეალურია ის პერიოდი, როდესაც მთვარე დაღმავალ ფაზაშია და გადის თხისგან ზოდიაქოს. ამოღებისა და ყბა კბილის ქირურგიული ოპერაციებისთვის საუკეთესო ახალ მთვარეობამდე ბოლო 5-6 დღე. კარგია თუ ამ პერიოდში მთვარე გადის მორიელის ზოდიაქოს, მაგრამ არა ხელსაყრელია ეს დღეები, როდესაც მთვარე ვერძის, კუროსა და თხისგან ზოდიაქოს ნიშნებს გადის. თუ დაიცავთ ამ რეკომენდაციებს, სტომატოლოგიური პროცედურები ნაკლებად კინეული და არასასიამოვნო იქნება. ჩაღენებული პლომბები, კბილები და ხიდები დიდხანს გემსახურებად და არ გაფუჭდებიან, ხოლო კბილის ამოღების შემდეგ ჭრილობა სწრაფად და უპრობლემოდ მოგიშუშტებათ. მოტეხილობებისა და შრამების მოცილების აუცილებლობისას ზოგჯერ აუცილებელია ოპერაციების ჩატარება დაუშვათ ხარის არეში ან ხელებზე. ამისათვის საუკეთესო დრო ისევ მთვარის დაღმავალი ფაზაა. ოღონდ არ გამოდგება ის დღეები, როდესაც მთვარე გაევლის ტყუპების ზოდიაქოს. იგივე რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებსაც, ვისაც სურს პირსინგებისა და ტატუირების გაკეთება. სხეულის ამ ნაწილზე ოღონდ დამატებით არასასრულად შეიძლება მიიჩნიოთ ის დღეებიც, როდესაც მთვარე კუროს ან სასტორის ზოდიაქოს ნიშანში. რაც შეეხება სხვა თემებს, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ ოღონდ უკვე შემდეგ გადაცემებში და გავაგრძელებთ სამედიცინო ასტროლოგიის და ასე ვთქვათ თემებს და მათ მნიშვნელობას, მათ შორის მთვარესთან მიმართებაში, მათ დამოკიდებულებას. ეხლა მოდი ავუშვათ ისიც, რომ ჩვენ წინ გვაქვს საინტერესო პერიოდი, რომელიც უკავშირდება იმას, რომ ჩვენ არა მარტო ასე ვთქვათ დღეს მნიშვნელოვანი დღეა და არ დაკარგოთ ეს დღე აუცილებლად ილოცეთ და დალოცეთ ყველა, არამედ შემდეგ კვირა საკმაოდ მნიშვნელოვანი და რთული ამის შემდეგ კვირა იქ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები, ანუ სავსე მთვარეობა სამშაბათს, ასევე პლანეტა მერკური ხდება უკუმავალი 25 დღით, თითქმის რა ძალიან ბევრია, ტრადიციულად სადღაც დაახლოებით 21 დღეა და ეხლა ძალიან ბევრია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს იქით კვირაში, გამარჯვების პლანეტა ოპიტერი გადაინაცვლებს თითქმის 1 წლით ლომის ზოდიაქოში. ლომე მოემზადეთ იწყება თქვენთვის ძალიან საინტერესო და ფრიად წარმატებული პერიოდი. თუმცა ამაზე ჩვენ ალბათ შემდეგ კვირას შევჩერდებით მეტად, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას, იმიტომ რომ მოვლენა მართლაც მნიშვნელოვანია. ლომი ეს არის სიყვარულის მმართველი პლანეტა, შვილების მმართველი პლანეტა და ამიტომ როცა იუპიტერი შედის ამ ზონაში, ის აფართოებს აქ შესაძლებლობებს სასიყვარულო ურთიერთობებს, შვილებთან კონტაქტს. იგივე დავუშვათ იგივე ადამიანები, რომელსაც უჭირდათ მithumetas ლომის ზოდიაქოს ნიშნით უჭირდათ და პრობლემა ჰქონდათ ასე ვთქვათ შვილებთან მიმართებაში. აი ეს ტენდენციებიც აქ განვითარდება, დაფეხმძიმების პრობლემა იყო, ესეც უფრო სასიკეთოდ წარიმართება და ასე შემდგომ. ერთ სიტყვით, მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება, ძალიან ბევრი შეიძლება აღმოჩნდეს ახალი თანამდებობის წინაშე, მაგრამ ძალიან ბევრმა შეიძლება დაკარგოს ეს თანამდებობა, იმიტომ რომ ლომი ეს თანამდებობის პირია და აქედან გამომდინარე, ვინც არ იყო კარგი ხელმძღვანელი, ეს უკვე ის დაკარგავს თანამდებობას
მშვიდობას და ვინც პირიქით იმსახურებს ის მიიღებს და აი ეს მოვლენები იქნება დიდი რაოდენობით. ვერტი სიტყვი ძალიან საინტერესო კვირა იქით კვირა, რომელზეც ჩვენ უკვე შემდეგ კვირა დღეს ვისაუბრებთ. ეხლა კი ჩვენი საეთერო დრო სრულდება და მე მინდა ესე კიდევ ერთხელ გამწვდოთ, რომ ხვალ ჩვენ დილით ტელეკომპანია კავკასიის ეთერში 11 საათზე გავიმეორებთ გადაცემას, YouTube-ზეც დაიდება და Facebook-ზე, აქედანაც კიდევ ერთხელ გაეცნობით. ამ ინფორმაციას ხვალ დილით კვლავ შეხვდებით ტელეკომპანია იმედის ეთერში, დაახლოებით 15 წუთი 8:09, შემდგომ გადავინაცვლებთ რადიო იმედში 10:20 წუთზე დილით ეს ყველაფერი და დილით 10 საათზე უკვე პოზიტივის დილის გადაცემაში შეხვდებით ერთმანეთს. პოზიტივის ჩვენ გვექნება კიდევ შეხვედრა 5 შაბათს დილის 9 საათზე. ასევე იცით რომ შუა დღეს გადაცემაში რუსთავი 2-ზე პარასკევს ხვდებით ერთმანეთს დაახლოებით 2-დან 3-ის ნახევრამდე. აი ამ პერიოდში გვაქვს ასევე საუბარი და ყოველ დილით სამჯერ რადიო ფორტუნა გაცნობთ ინფორმაციას ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ, ცალკეული კვირისა, ცალკეული ნიშნებისა, სათაო დღეებისა და ამ ინფორმაციით ხართ გაფრთხილებული, შეიარაღებული და იმედია წარმატებული. ამ ინფორმაციით მე დღეს უნდა დაგემშვიდობოთ საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.